1945 წლის 30 აპრილს ბერლინის ცენტრში არსებულ მიწისქვეშა ბუნკერში ცხოვრება სუიციდით დაასრულა ნაცისტმა დიქტატორმა ადოლფ ჰიტლერმა. მისი სხეული, რომელიც საბჭოელმა ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს, იმდენად იყო ცეცხლისგან დაზიანებული, რომ ფიურერის ამოცნობა მხოლოდ ყბის ძვლებითა და კბილებით იყო შესაძლებელი. ისიც მხოლოდ იმის დახმარებით, რომ საბჭოელებმა ხელში ჩაიგდეს მისი სამედიცინო ბარათი, სადაც საუბარი იყო იმ სტომატოლოგიურ ჩარევებზე, რომლებიც მას ჰქონდა ჩატარებული. მაგრამ ამის მიუხედავად, ის უცნაური გარემოებები, რომლებშიც ნაცისტური გერმანიის ლიდერი გარდაიცვალა, კონსპირაციის თეორიის მოყვარულებს მოსვენებას არ აძლევს. ისინი ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ სინამდვილეში ჰიტლერს თავი არ მოუკლავს და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შვიდად გააგრძელა ცხოვრება. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ფიურერს რეალურად თავი არ მოუკლავს და ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ჰიტლერის სიკვდილს ადასტურებს, ფალსიფიცირებულია. სწორედ აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ დღევანდელ ვიდეოში მესაუბრა დიქტატორის ბოლო დღეებზე. იმაზე თუ რატომ მოიკლა მან თავი და გარდა ამისა, შეძლო თუ არა მან ქვეყნიდან გაქცევა. მოკლედ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და თუ მზად ხართ, დავიწყოთ. 1000 წლიანი რეიხი. აუსრულებელი ოცნება. ადოლფ ჰიტლერი გერმანიის ხელისუფლების სათავეში 1923 წელს მოვიდა. მან ეს საკმაოდ მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე მოახერხა. პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ სახელმწიფო სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა. ვერსალის საზავო ხელშეკრულების მიხედვით გერმანიას ომამდელი ტერიტორიის 10% და ყველა ის კოლონია ჩამოერთვა, რომელსაც ქვეყანაში საკმაოდ დიდი დოვლათი მოჰქონდა. ამას გარდა ქვეყანა იძულებული გახდა, რომ გამარჯვებულებისთვის რეპარაციები ეხადა. შესაბამისად, ქვეყანაში ინფლაცია დაიწყო. მთელი მოსახლეობა თავს შეურაცხყოფილად და გარდა ამისა დაჩაგრულად გრძნობდა. ჰიტლერმა სწორედ ამ გრძნობებზე თამაში გადაწყვიტა და შესაბამისად ძალიან მალევე ხელისუფლებაში მოვიდა. ფიურერი ხალხს შეპირდა, რომ დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებდა, თუმცა ამ პირობის გარდა მან ახალი მიწების დაპყრობაც დაგეგმა, რომელიც საცხოვრებელ სივრცეს გააფართოვებდა. ამ ტერიტორიაზე ის 1000 წლიანი რეიხის აშენებას გეგმავდა, რომელიც თავის მხრივ არიული რასის უზენაესობას გულისხმობდა. გერმანულ ერს მისი წარმოდგენის მიხედვით უნდა ემართა სამყარო. დაბიოთა რასა კი მათ შორის ციგნები, შავკანიანები, სლავები, ებრაელები და მონღოლები, ან მათი მონები უნდა ყოფილიყვნენ, ან უნდა განადგურებულიყვნენ. გეგმის სისრულეში მოყვანა ჰიტლერმა 1936 წელს დაიწყო. სწორედ ამ წელს მან სამხედრო სამსახური სავალდებულო გახადა, რაც იდეაში ვერსალის ზავის დარღვევად ითვლებოდა. თუმცა ამ ყველაფრის მიღმა მან დაიწყო ფლოტის მშენებლობაც და ქვეყნის შეიარაღებაც. ამის შემდეგ მან დაიკავა რაინის დემილიტარიზებული ზონა, მოახდინა ავსტრიის ანექსია და დაიკავა ჩეხოსლოვაკიის ნაწილი. 1939 წლის 1 სექტემბერს ვერმახტის ჯარები პოლონეთში შევიდნენ და სწორედ ასე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. გერმანელი დიქტატორი საკმაოდ რთულ გადაწყვეტილებებს იღებდა. 1941 წლის ივნისში, მიუხედავად თავდაუსხმელობის პაქტისა, ისე რომ ომიც კი არ გამოუცხადებია, ის თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. 1942 წლისთვის კი გერმანიის ხელში ფაქტობრივად მთლიანი ევროპა აღმოჩნდა. საუბარი მოქვს პოლონეთზე, ნორვეგიაზე, დანიაზე, ჰოლანდიაზე, ბელგიაზე, საფრანგეთზე და საბჭოთა კავშირის დასავლეთ ნაწილზე. თუმცა 1943 წელს საბჭოელებმა მოახერხეს და გარდატეხეს სიტუაცია. ვერმახტის ჯარმა უკან დახევა დაიწყო. ერთი წლის შემდეგ კი ანტიჰიტლერული კოალიციის წევრებმა ნორმანდიაში მეორე ფრონტი გახსნეს, რის ხარჯზეც 1944 წლის შუა პერიოდში გერმანია მტრების ალყაში აღმოჩნდა. დასავლეთიდან მის საზღვრებს მიადგნენ ამერიკელები და ინგლისელები, აღმოსავლეთიდან კი საბჭოელები. მესამე რეიხის ბოლო დღეები. 1944 წლის ზაფხულში გენერლები და გარდა ამისა სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები უკვე აცნობიერებდნენ იმას, რომ ომი ყველა ვარიანტში წაგებული იყო და ისინი აპირებდნენ, რომ მოეშორებინათ ჰიტლერი. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი გახლდათ გენერალი ჰენინგ ფონ ტრესკოვი, რომელმაც გადაწყვიტა ჰიტლერის მოშორება. მას სურდა, რომ ჰიტლერის გარდაცვალების შემდეგ მოლაპარაკებები დაეწყო ბრიტანელებთანაც, ამერიკელებთანაც და გარდა ამისა წითლებთანაც. მთავარია, რომ ახლავე დავიწყოთ, სანამ ომი არ წაგვიგია. წინააღმდეგ შემთხვევაში გერმანია სამუდამოდ ჰიტლერის ქვეყნად დარჩება.
ჩვენ დავანახებთ მსოფლიოს, რომ ყველა ისეთი არ ვართ, როგორიც ისაა. მაგრამ ამ თავდასხმამ, ისევე როგორც მანამდე დაგეგმილმა მცდელობებმაც, კრახი განიცადა. ბომბმა, რომელიც 20 ივლისს ჰიტლერის ერთ-ერთ შტაბში, ვერმახტის პოლკოვნიკმა კლაუს ფონ შტაუფენბერგმა მიიტანა, ვერ შეძლო დიქტატორის მოკვლა. ის კანტუზიით, მცირედი დამძრობითა და მარჯვენა ხელის პარალიზებით გამოძვრა და ამ მომენტის შემდეგ ბევრად უფრო ფრთხილი გახდა. ფიურერი თავის გარშემოყოფებს ეჭვის თვალით უყურებდა და მაშინ, როცა მესამე რეიხის ჯარისკაცები მარცხდებოდნენ ფრონტის ხაზზე, ამის მიზეზად მოღალატეებს და შეთქმულებს ასახელებდა. ამას გარდა დიქტატორი თავს იკავებდა საჯარო გამოსვლებისგან. იმ ადამიანების თქმით კი, რომლებიც მის ახლობლებად ითვლებოდნენ, მან კარჩაკეტილი ცხოვრება დაიწყო და გარდა ამისა იგი ექსპრესიული გახდა, რაც აქამდე არ ახასიათებდა. მაგ მორფინისტმა მთელი ქვეყანა კორუფციაში ჩაითრია. ახლა კი ესეც არ იკმარა და მიღალატა. მე მიღალატა, მე. დიქტატორს ჯანმრთელობაც ღალატობდა. იგი კოჭლობდა. წელში მოხრილი დადიოდა. მარცხენა ხელი და ფეხი კი უცახცახებდა. ზოგიერთი ექიმი ამ სიმპტომებს პარკინსონის დაავადებას მიაწერდა. ზოგიერთი მათგანი კი თვლიდა, რომ ეს ნერვული აშლილობის ბრალი იყო. ამ დროისთვის რეიხს კანცლერი უკვე შემჯდარი იყო ნარკოტიკულ საშუალებებზე. ჰიტლერის პირადი ექიმის, თეოდორ მორელის თქმით, ომის პერიოდში ფიურერი მეტამფეტამინსა და ოქსიკოდონს მოიხმარდა. თუმცა ამ ჩვენებების გარდა არსებობს დოკუმენტური მტკიცებულება, რომ 1944 წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით მან ჯამში 50 ჯერ მოიხმარა კოკაინი. თუმცა ბოლოს ზედოზირების გამო მასზე უარი თქვა. მას სახეზე ფერი არ ედო. ხელები სულ უკან გალებდა. შუშის თვალები ჰქონდა. ასაკი შეუსაბამოდ იხრებოდა წელში. ხანდახან ვფიქრობდი, რომ სასიცოცხლო ენერგია აღარ ჰქონდა დარჩენილი. ნახევრად შეშლილი ფიურერის შემხედვარე მის ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი ეშინოდათ მისი. იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ იცოდნენ რა გადაწყვეტილება შეეძლო მიეღო დიქტატორს ან ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ, ან არადა პანიკური შეტევების გამო. სწორედ აქედან გამომდინარე ისინი ფიქრობდნენ იმაზე თუ როგორ მოეშორებინათ ადოლფ ჰიტლერი. ან არადა სხვა შემთხვევაში როგორ დანებებულიყვნენ მოწინააღმდეგეებს. ჰოლოკოსტის ერთ-ერთი მთავარი აქტორი, ჰაინრიხ ჰიმლერი, საიდუმლოდ ცვლიდა ინფორმაციას შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის დაზვერვასთან. ალბერტ შპეერი კი, რომელიც ჰიტლერის პირადი არქიტექტორი და ამავდროულად შეიარაღების რეიხსმინისტრი იყო, აგროვებდა კომპრომატებსა და მტკიცებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მას არაფერი ჰქონდა საერთო ნაცისტური გერმანიის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან. ჰერმან გერინგი კი, რომელიც ავიაციის რაიხსმინისტრი და ამავდროულად ვიცე-ფიურერი იყო, ჰიტლერის წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავდა მისი ადგილის დასაკავებლად. მიწისქვეშა საიდუმლო ბუნკერი. საბჭოელი მზვერავების მონაცემებით 1945 წლის 16 იანვარს ჰიტლერი ბერლინში ჩავიდა და აქ რეიხს კანცელარიის შენობაში დასახლდა. შენობიდან 8 მეტრის სიღრმეზე მოწყობილი იყო ეგრეთ წოდებული ფიურერ ბუნკერი, რომელიც გარშემორტყმული იყო 4 მეტრის სისქის არმირებული ბეტონის კედლებით. იმის გამო, რომ ქვეყნის დაბომბვა გრძელდებოდა, ჰიტლერი იძულებული გახდა, რომ გენერლებთან ერთად სწორედ ამ ბუნკერში დარჩენილიყო. სხვადასხვა კვლევართა აზრით, ბუნკერი დაახლოებით 250 კვადრატული მეტრი იყო და იგი დაახლოებით 30-მდე ოთახისგან შედგებოდა. და მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ბუნკერი, მასში იყო არაერთი ძვირფასი ავეჯი და გარდა ამისა, იშვიათი ხელოვნების ნიმუშიც. აქ ჰიტლერს ფაქტობრივად საცხოვრებელი სახლი ჰქონდა მოწყობილი. ოთახებს შორის იყო მისაღები, საძინებელი, აბაზანა, მოსასწრელი ოთახი და სამუშაო კაბინეტი, რომელშიც პატარა ბიბლიოთეკაც იყო მოთავსებული. აქვე იყო საკონფერენციო ოთახიც, რომელშიც ფიურერი და მისი თანამზრახველები მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ. ფიურერ ბუნკერი უახლესი სავენტილაციო სისტემით იყო აღჭურვილი. ელექტროენერგია სპეციალური დიზელზე მომუშავე გენერატორი გამოიმუშავებდა. სუფთა წყალი კი მიწისქვეშა წყლებიდან მოეწოდებოდა. მაშინ, როცა საბჭოური ძალები უახლოვდებოდნენ ბერლინს, ჰიტლერისა და ევა ბრაუნის გარდა ბუნკერში გადავიდნენ უმაღლესი თანამდებობების პირები. მათ შორის იყო ფიურერის პირადი მდივანი მარტინ ბორმანი, სახალხო განათლებისა და პროპაგანდის რაიხსმინისტრი იოზეფ გებელსი ოჯახთან ერთად და გარდა ამისა მომსახურე პერსონალი, მზარეულები და დაცვის წევრები. 1945 წლის 15 მარტამდე ჰიტლერი ხანდახან ამოდიოდა თავშესაფრიდან. თუმცა იმის გამო, რომ ბერლინის დაბომბვა გრძელდებოდა, მან თავშეკავება არჩია და ბუნკერიდან ამოსვლა შეწყვიტა. მან ერთხელ დაუშვა გამონაკლისი, ისიც 20 აპრილს,
საკუთარ დაბადების დღეზე, როცა რეიხს კანცელარიის ბაღში პირადად გადაუხადა მადლობა ჰიტლერ იუგენდებს, ახალგაზრდული მოძრაობის წევრებს. ოტო გიუნშეს, ჰიტლერის ადიუტანტის თქმით, სიცოცხლის ბოლო დღეებს დიქტატორი არაფრით გამორჩეულად არ ატარებდა, მუშაობდა, ხვდებოდა ხალხს და სულაც არ ეტყობოდა დეპრესიის ნიშნები. დღის პირველ საათამდე ჰიტლერს ეძინა, შემდეგ საუზმობდა და ამის მერე ტელეფონზე რეკავდა სხვადასხვა საკითხის მოსაგვარებლად. დაახლოებით 4 საათსა და 30 წუთზე მას ახსენებდნენ ფრონტის ხაზის შესახებ არსებულ უახლეს ინფორმაციას. ამის შემდეგ გრძელდებოდა საქმიანი შეხვედრები. საღამოს 10-დან 11 საათის ჩათვლით ის ვახშმობდა. ღამის 2 საათზე ისევ შეხვედრები ტარდებოდა. აქ თანამოაზრეები ფრონტის ხაზზე არსებულ მდგომარეობას განიხილავდნენ. სტანდარტულად ეს შეხვედრები 4 საათამდე გრძელდებოდა. შემდეგ ფიურერი სვამდა ჩაის და დილის 7 საათამდე აგრძელებდა მუშაობას. 1945 წლის 22 აპრილს, ანუ მისი დაბადების დღიდან სულ რაღაც 2 დღეში, ფიურერს მოახსენეს ის ინფორმაცია, რომ ბერლინი მოწინააღმდეგეების ალყაში იყო შემორტყმული. თუმცა ფიურერი ჯერ კიდევ არ ნებდებოდა იქიდან გამომდინარე, რომ მას ჰქონდა იმის იმედი, რომ ობერგრუპენ ფიურერი ფელიქს შტაინერი საბჭოელებს და არა მხოლოდ საბჭოელებს ძლიერად დაარტყავდა. თუმცა შტაინერის არმიამ ვერაფერი ვერ შეძლო მოწინააღმდეგეებთან დაკავშირებით და მას მოუწია დასავლეთში გახიზნა. ხომ გითხარით შტაინერის შეტევაზე გადავიდეს მეთქი? ეს ბრძანება იყო. ხომ გიბრძანეთ? თავი ვიგონიათ? ფიურერი ბრალსდებდა SS-ელებს, ჯარს და მთლიან ერს ღალატში. სწორედ ამიტომ მან ბერლინის ფიურერ ბუნკერში დარჩენა გადაწყვიტა. მისი უკანასკნელი იმედი არმიის გენერალი ვალტერ ვენკი გახლდა, რომელსაც რეალურად უკვე აღარაფერი შეეძლო და მისი შეტევა მალევე ჩააცხრეს წითელ არმიელებმა. ამის შემდეგ ვენკი და რამდენიმე ცოცხლად გადარჩენილი ჯარისკაცი შტაინერის მსგავსად დასავლეთისკენ დაიძრა და აქ ისინი ამერიკელებს ჩაბარდნენ. ქორწილი ბუნკერში. 1945 წლის 29 აპრილის ღამით ადოლფ ჰიტლერმა გამონახა დრო საიმისოდ, რომ მისი და ევა ბრაუნის ურთიერთობა გაეოფიციალურებინა. ცერემონია რამდენიმე წუთს გაგრძელდა და სულაც არ გავდა იმ სტანდარტულ ხელის მოწერას, რომელიც წარმოგვიდგენია. დღისით ფიურერ ბუნკერში მცხოვრებ დიქტატორამდე მივიდა ინფორმაცია, რომ იტალიაში მისი მოკავშირე ბენიტო მუსოლინი და მისი საყვარელი კლარა პიტაჩი პარტიზანმა კომუნისტებმა მოკლეს. ამასთან ისიც აღსანიშნავია, რომ მათი ცხედრები საჯაროდ დაკიდეს მილანის ერთ-ერთ მოედანზე. როცა ადოლფ ჰიტლერმა დუჩეს და მისი საყვარელი სხეულების ფოტოები ნახა, რა თქმა უნდა დაისტრესა. როცა ფოტოს შეხედა, წინ და უკან დაიწყო სიარული. ხელები უკანკალებდა და ისტერიულად დაიწყო ყვირილი, რომ არასოდეს მისცემდა მოწინააღმდეგეს იმის უფლებას, რომ მისი სხეული გაერღვათ. ჰერმან გერინგი. ამის შემდეგ ადოლფ ჰიტლერმა თავის უახლოეს თანამოაზრეებს გამოუცხადა, რომ აპირებდა ევა ბრაუნთან ერთად სიცოცხლის თვითნებურად დასრულებას. პირველ რიგში მან მოკლა საკუთარი ძაღლი ბლონდი. შემდეგ კი შეადგინა ორნაწილიანი ანდერძი. ერთ-ერთი მათგანი იყო პოლიტიკური, ხოლო მეორე პირადი. პოლიტიკურ ანდერძში მან შეაჯამა საკუთარი მოღვაწეობა და მარცხში დაადანაშაულა მოღალატეები. ამას გარდა იგი სრულად აკისრებდა პასუხისმგებლობას მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში უცხოელ პოლიტიკოსებს. მე საკმაოდ ხშირად ვაჟღერებდი შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის საწინააღმდეგო იდეებს და ამას ვერავინ უარყოფს იმიზნით, რომ ამ ომზე პასუხისმგებლობა მე და მეკისროს. უფრო მეტიც, არასდროს მსურდა, რომ მეორე მსოფლიო ომი დაწყებულიყო პირველის შემდეგ, არც ინგლისის და არც ამერიკის წინააღმდეგ. ადოლფ ჰიტლერი. ამას გარდა ჰიტლერმა პარტიიდან გააგდო ჰერმან გერინგი და ჰაინრიხ ჰიმლერი, რომლებიც ბრალდებულები იქნენ მოწინააღმდეგეებთან პირის შეკვრაში და ღალატში. თავის მემკვიდრედ კი მესამე რეიხის ლიდერმა სამხედრო საზღვაო ძალების მთავარსარდალი კარლ დენიცი დანიშნა. საკუთარ ანდერძში ადოლფ ჰიტლერმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არჩია სუიციდი, სირცხვილს და კაპიტულაციას. გარდა ამისა, მან საკუთარ ანდერძში ისაუბრა იმაზეც, რომ სურდა, რომ მისი და ევა ბრაუნის სხეულები დაეწვათ. იქიდან გამომდინარე, რომ მოწინააღმდეგეებს ან არა და მოღალატეებს ისინი არ გაერღვნათ. დოკუმენტის მიხედვით ჰიტლერი პირად ქონებას უტოვებდა ყველაზე ახლო ადამიანებს და თანამოაზრეებს. აი იშვიათ ხელოვნების ნიმუშებსა და ნახატებს კი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს. 1945 წლის 30 აპრილს მისი პირადი ადიუტანტის ოტო გიუნშეს ჩვენების მიხედვით ჰიტლერი დაემშვიდობა მაღალჩინოსნებს და მეუღლესთან ერთად ბუნკერის იმ მონაკვეთში გადაინაცვლა, სადაც საკუთარი ოთახი ჰქონდა. გარკვეული დროის შემდეგ
გიუნშემ და მარტინ ბორმანმა გაბედეს და მათი ოთახის კარი გააღეს. ამ დროისთვის ფიურერი უკვე გარდაცვლილი იყო. მას საფეთქელზე სისხლის კვალი ეტყობოდა. ევა ბრაუნს კი სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ამის შემდეგ თვითმხილველების თქმით ადიუტანტმა და დამხმარე პირებმა მათი სხეულები გაახვიეს საბანში და დაწვეს. დასაწვავი ადგილი ჰიტლერს წინასწარ ჰქონდა გამზადებული. ჩვენი ფიურერი ადოლფ ჰიტლერი დღეს სამუშაო ადგილას რეიხს კანცელარიაში გარდაიცვალა. ის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოდა გერმანიისა და ჩვენი თავისუფლებისთვის. ამ მოვლენიდან რამდენიმე საათში გებელსმა მეუღლესთან და 6 შვილთან ერთად ფიურერის გზა აირჩია და მათაც სუიციდით დაასრულეს სიცოცხლე. სტალინის საიდუმლო 1945 წლის 1 მაისის დილას გერმანელმა გენერალმა ჰანს კრეპსმა ბერლინში თეთრი დროშა აღმართა და მოითხოვა იმ პერიოდის წითელარმიელთა ლიდერთან, გენერალ პოლკოვნიკ ვასილი ჩუიკოვთან შეხვედრა. კრეპსმა გამართულ რუსულ ენაზე მიმართა ჩუიკოვს და აცნობა, რომ ფიურერი ცოცხალი არ იყო. თავად კი მოლაპარაკებების წარმოება სურდა. ამიტომ ჩუიკოვს გადასცა გებელსის ხელმოწერიანი წერილი, რომელშიც გერმანელები საბჭოელებს მიმართავდნენ თხოვნით, რომ შეეწყვიტათ ცეცხლი მოლაპარაკებების დასაწყებად. ჩუიკოვმა ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადასცა საბჭოთა კავშირის მარშალს და გარდა ამისა სახელმწიფო მოღვაწეს გიორგი ჟუკოვს. აი გიორგი ჟუკოვმა კი გააგზავნა ტელეგრამა პირდაპირ სტალინთან. თუმცა უნდა ითქვას ის, რომ იოსებ ბესარიონევიჩს ცოტათი ეჭვებოდა ის ფაქტი, რომ ჰიტლერმა რეალურად თავი მოიკლა. სტალინმა ინფორმაციის გადასამოწმებლად სმერშის რაზმის წევრები გაგზავნა გერმანიაში, რომლებსაც ფიურერი ან ცოცხლად უნდა ეპოვათ, ან უნდა მიეგნოთ მისი სხეულისთვის. ომის დროს დატყვევებული გერმანელი ჯარისკაცის ჩვენების მიხედვით, ჰიტლერი სიცოცხლის ბოლო პერიოდში რეიხს კანცელარიის შენობაში ცხოვრობდა და წითელარმიელებმა უკვე 2 მაისს აიღეს კანცელარიის შენობა. მზვერავებმა დეტალურად შეისწავლეს შენობა, მალევე მიაგნეს ბუნკერსაც და სწორედ ამ დღეს აღმოაჩინეს პირველი კვალი. საუბარი მაქვს გარდაცვლილ ქალზე და კაცზე, რომელთა სხეულებიც დამწვარი იყო. ოპერაცია საბჭოელი კონტრდაზვერვის თანამშრომელი ალექსანდრე ვადისი ხელმძღვანელობდა და მან სტალინს მოახსენა, რომ დაცვის წევრებმა და კანცელარიის რამდენიმე თანამშრომელმა ამ სხეულებში გებელსი და მისი მეუღლე ამოიცნეს. აი ასე გამოიყურებოდა გებელსი და აი ასე გამოიყურებოდა ჰიტლერი. შესაბამისად ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ თავის ქალის ფორმიდან გამომდინარე, მკვლევარები მარტივად მიხვდებოდნენ, რომ ეს ჰიტლერის სხეული არ იყო. და ამ თავის ქალის ფორმასაც თავი რომ დავანებოთ, გებელს ჰქონდა ფეხის პროტეზი და ეს პროტეზი იპოვეს დამწვარ მიცვალებულთან ერთად. თუმცა ამ ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ, მაგდა გებელსი იყო ერთადერთი ქალი, რომელსაც ოქროს ნზდაპის პარტიული ნიშანი ჰქონდა და შესაბამისად მეორე მიცვალებულთან იპოვეს აი ეს ნიშანი. აი 3 მაისს კი სხვა რაღაც მოხდა. 3 მაისს აღმოაჩინეს სხეული, რომელიც ძალიან გავდა ჰიტლერს. მას ქურთუკი ეცვა. შორიდან ჰიტლერს წააგავდა. ის ამოიყვანეს ორმოდან და მიუხედავად იმისა, რომ მალევე დარწმუნდნენ, ეს ფიურერი არაა, გამოძიება მაინც დაიწყო. ამ ამოუცნობას სხეულმა უამრავი ლეგენდა გააჩინა ჟურნალისტებს შორის. მასზე სტატიების წერა დაიწყეს. სამხედრო ოპერატორებმა კადრები გაავრცელეს და ამბობდნენ, რომ ეს ჰიტლერის ორეულის სხეული იყო. საბჭოელი სამხედრო თარჯიმანის ელენა რჟევსკაიას დღიურებიდან 1945 წლის 5 მაისს კიდევ 2 სხეული აღმოაჩინეს, ამჯერად კაცის და ქალის. თითოეული მათგანი ძალიან იყო დაზიანებული ცეცხლის გამო. მათი ამოცნობა ექსპერტიზის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ ისინი ბერლინის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაიყვანეს და საბჭოელმა სპეციალისტებმა ცხედრის შესწავლა დაიწყეს. სწორედ აქ ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სხეულები ევა ბრაუნს და ჰიტლერს ეკუთვნოდათ. დიქტატორის ამოცნობა მათ ქვედა ყბისა და კბილების დახმარებით შეძლეს, რისთვისაც ჰიტლერის პირადი სტომატოლოგის დახმარებაც დასჭირდათ. ექსპერტებმა მათ პირის ღრუში ციანიდის ამპულების ნარჩენებიც აღმოაჩინეს, ზუსტად ისეთი, როგორიც გებელსების ოჯახის წევრებს ჰქონდათ დალეული. გამომძიებლები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს სხეულები სწორედ ფიურერს და მის მეუღლეს ეკუთვნოდათ. თუმცა თავად სტალინი მაინც ეჭვობდა, რომ ჰიტლერი შესაძლოა ცოცხალი ყოფილიყო. არსებობს ერთი ასეთი თეორია, რომ სტალინს არ სურდა,
რომ ჰიტლერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელებულიყო. მიზეზი ძალიან მარტივია, ომი გაგრძელდებოდა, სტალინი ბევრად უფრო დიდი რაოდენობის ტერიტორიას დაიპყრობდა და მოკავშირეებს ამით აჯობებდა. და სწორედ აქედან გამომდინარე ის თავის ჯარისკაცებს აიძულებდა, რომ თან ეტარებინათ ჰიტლერის ნეშტი და ერთი ადგილიდან მეორეში გადაეტანათ, მაშინ როდესაც ახალ ბანაკებს აარსებდნენ. 1945 წლის ივლისში სხეული ბერლინის რაიონში დაასვენეს. შემდეგ ის გადაიტანეს ფინოვში, შემდეგ რატენოვში. ბოლოს კი 1946 წლის თებერვალში ისინი ქალაქ მაგდებურგში დამარხეს. იმის გამო, რომ ფიურერის სიკვდილი ოფიციალურად არ იყო დადასტურებული, მისი ქონება ვერ ნაწილდებოდა მემკვიდრეებზე. 1952 წლიდან ბერხტესგადენის სასამართლომ 42 მოწმე დაკითხა და 1956 წლის 25 თებერვალს, მას შემდეგ რაც სასამართლომ ყველა სამხილი და ყველა ჩვენება განიხილა, გასცა საბუთი, რომლის მიხედვითაც ადოლფ ჰიტლერი ოფიციალურად გარდაცვლილად ჩაითვალა. სასამართლო დოკუმენტაცია დაახლოებით 1500 გვერდისგან შედგებოდა. საბჭოური ისტორიის სახელმძღვანელოებში დიქტატორის სიკვდილთან დაკავშირებული ინფორმაცია მხოლოდ 50-იანი წლების დასაწყისში შეიტანეს. აჩრდილზე ნადირობა. სულ ცოტა ხნის წინ თქვენ მოისმინეთ ელენა რჟევსკაიას დღიურიდან რაღაც პატარა ჩანაწერი, სადაც ისაუბრობდა იმაზე, რომ ერთვენიერ დღეს აღმოაჩინეს მიცვალებული, რომელიც ძალიან გავდა ჰიტლერს. ხო და მოკლედ სამხედრო კორესპონდენტებმა გაავრცელეს ჭორი, რომ არ არის გამორიცხულიო, რომ ეს ჰიტლერის ორეული იყო. და ამ ჭორს მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ახალი ჭორი მოყვა, მერე კიდევ ჭორები და საზოგადოებაში გავრცელდა ის მოსაზრება, რომ ჰიტლერი რეალურად არ მომკვდარა. ჰიტლერის გარდაცვალება მართლაც რომ საუკუნის მოვლენა იყო და არაა გასაკვირი, რომ ამას ბევრი კონსპირაციული თეორია თუ ფსევდოისტორიული გამოძიება მოყვა. დრო და დრო მედია საშუალებებში იბეჭდებოდა სტატიები, რომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ბოროტ დიქტატორს რეალურად არ მოუკლავს თავი და შეძლო სასჯელისგან თავის არიდება. ჯერ კიდევ 1945 წელს პოლონეთში კაპიტანმა პიტერ ბაუმგარდმა სასამართლოში განაცხადა, რომ ფიურერი არ მომკვდარა. მისი თქმით, მან პირადად გადაიყვანა ჰიტლერი და ევა ბრაუნი დანიაში. ამის სანაცვლოდ კი 20,000 მარკა მიიღო. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ბაუმგარდი იტანჯებოდა ფსიქიკური პრობლემებით და შესაბამისად მისი ჩვენებები ანულირებული გახდა. სხვათა შორის ანულირებულ ჩვენებებზე და მსგავს რაღაც სიგიჟეებზე ყოველთვის მახსენდება ხოლმე ბობ ლაზარი. თუ არ იცით ვინ არის ბობ ლაზარი, აუცილებლად უყურეთ ამ ვიდეოს, ეს არის ვიდეო ზონა 51-თან დაკავშირებით, რომელიც მგონია რომ ძალიან მოგეწონებათ. ამ ვიდეოს ლინკსაც აუცილებლად დავტოვებ აღწერაში, ასე რომ გაიცანით, გადადით და უყურეთ. ხო, ნუ მოკლედ მიუბრუნდებით ჩვენი დღევანდელი ვიდეოს თემას. 51-დან 72 წლების ჩათვლით ამერიკულ ჟურნალებში იბეჭდებოდა სტატიები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ჰიტლერი გადარჩა და ანტარქტიდაზე გადაიხვეწა. ომამდელ პერიოდში ნაცისტები მართლაც ინტერესდებოდნენ კონტინენტის ათვისებით. 1938 წელს კი ორკვირიანი ექსპედიციაც ჰქონდათ ამ მიმართულებით. სტატიებში ეწერა, რომ ნაცისტებმა ყინულის კონტინენტზე საიდუმლო სამხედრო ბაზა ააშენეს და რეიხს კანცლერი სწორედ აქ წამოვიდა 1945 წლის მაისის დასაწყისში. 2017 წელს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლებმაც კონსპიროლოგების ცეცხლზე ნავთი დაასხა. დოკუმენტებში საუბარი იყო ყოფილ SS-ის წევრზე, რომელიც თითქოს ხვდებოდა ჰიტლერს კოლუმბიაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ამავე დოკუმენტს ჰქონდა მიმაგრებული ფოტომასალაც, რომელიც ერთი შეხედვით მართლაც ადასტურებდა ინფორმაციას. 2019 წელს კი გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოაქვეყნა ასევე გასაიდუმლოებული დოკუმენტები, რომ თითქოს ბერლინის აღებიდან 2 კვირის შემდეგ ჰიტლერი არგენტინაში ჩავიდა წყალქვეშა ნავის დახმარებით. ამას გარდა საუბარი იყო იმაზეც, რომ მას ამ საქმეში ლათინო ამერიკელები დაეხმარნენ. თუმცა უნდა ითქვას ის ფაქტიც, რომ არგენტინა ისე უბრალოდ კი არ იყო ნახსენები. სწორედ არგენტინაში აფარა ძალიან დიდი რაოდენობის ნაცისტმა თავი. მათ შორის იყო ექიმი მენგელეც, რომელზეც სხვათა შორის მაქვს ჩაწერილი, უბრალოდ მის ექსპერიმენტებზე მაქვს ჩაწერილი ვიდეო, ასე რომ გაიცანით მაგ ვიდეოს, ვიდეოს აღწერაში აუცილებლად დავტოვებ ლინკს. მოკლედ, აქ ჩასულ ნაცისტებს აწყობდათ მსგავსი ჭორების გავრცელება.
იმიტომ რომ მათ უნდოდათ იმის დამტკიცება, რომ ნაცისტურ გერმანიას რო რამე კიდევ აქვს შანსი. თუმცა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ჭორები იყო. თუმცა რეალურად ფიურერის ნეშტი და სხეულის გარკვეული ნაწილები საბჭოელების სამხედრო დანაყოფებში იმყოფებოდა 70-იანი წლების დასაწყისამდე. მიზეზი ის იყო, რომ ადგილობრივ ნაცისტებს მისი დაკრძალვის ადგილი თაყვანისაცემ სივრცედ არ გადაეკეთებინათ. სხეულის გარკვეული ნაწილის განადგურება კი ბრეჟნევის ბრძანების შემდეგ გადაწყდა. 1970 წლის 4 აპრილს მაგდებურგიდან ფიურერისა და მისი მეუღლის ძვლები სპეციალურ ყუთებში ჩადეს. შემდეგ დაწვეს და ფერფლი მდინარეში გადაყარეს. საბჭოელებმა ყველაფერი გაანადგურეს ორი მნიშვნელოვანი ნაწილის გარდა. ესენი იყო ჰიტლერის კბილები და მისი თავის ქალის ის ნაწილი, სადაც ნატყვიარები იყო. მათი შენახვა საჭირო იყო როგორც ნივთმტკიცებულება, რომ ჰიტლერი მართლაც მკვდარია. ამჟამად ჰიტლერის კბილები ინახება FSB-ს არქივში, ხოლო რაც შეეხება ნატყვიარებ თავის ქალას, უпроსწორედ კი ნატყვიარები თავის ქალის ნაწილს, იგი ინახება რუსეთის სახელმწიფო არქივში. აქ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2009 წელს კონექტიკუტის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ერთ-ერთი განხრის პროფესორი ეწვია რუსეთს და მან შეისწავლა ჰიტლერის თავის ქალა. მან დაასკვნა ის, რომ ეს თავის ქალა არ ეკუთვნოდა იმ ადამიანს, რომელიც გადაცილებული იყო 40 წელს და გარდა ამისა ის იმდენად თხელი იყო, რომ წესით და რიგით იგი მდედრობითი სქესის წარმომადგენელს ეკუთვნოდა. ბელანტონის დასკვნები 2017 წელს გააბათილა ფრანგმა სასამართლო ექსპერტმა ფილიპ შარლიემ, რომელმაც დაასკვნა, რომ აღნიშნული ფრაგმენტის დახმარებით გარდაცვლილი სქესის დადგენის სიზუსტე მხოლოდ 55% შეადგენს. ამას გარდა მან შეისწავლა ფიურერის კბილებიც და რენტგენის სურათის შედარების შემდეგ დაასკვნა, რომ ის ზუსტად მიესადაგებოდა დიქტატორისას. თუმცა მიუხედავად ამისა, კონსპიროლოგებს ძაბავთ ის ფაქტი, რომ მის ნეშტს დღემდე არ ჩაუტარეს გენეტიკური ექსპერტიზა. FSB-ში კი იმას პასუხობენ, რომ თუ კი დიქტატორის რომელიმე ნათესავი დათანხმდება ექსპერტიზას, ისინი წინააღმდეგები სულაც არ არიან. თუმცა ჯერჯერობით არც ერთი მსურველი არ ჩანს. რაც შეეხება ჰიტლერის ბუნკერს, 1957 წელს მისი აფეთქება სცადეს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ, იმიტომ რომ საყრდენი კედლები იმდენად სქელი იყო, რომ არც ერთი მათგანი არ დანგრეულა. 1959 წელს კი GDR-მა სცადა ბუნკერის ისევე როგორც კანცელარიის დანგრევა, თუმცა პროცესი ძალიან გაიჭიმა. აი 80-იანი წლების ბოლოს კი აქ კორპუსი ააშენეს. ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსი. 2006 წელს ამ საცხოვრებელი კორპუსის წინ ბუნკერის შესახებ არსებული ინფორმაცია განათავსეს სტენდზე. და ისე თქვენ რას ფიქრობთ, რომ რამე ჰიტლერს რომ თავი არ მოიკლა, ან კაი ჯანდაბას, რომ არ მოეხია არგენტინაში. რას მიუსჯიდნენ თქვენი აზრით სასამართლო რა განაჩენს გამოიტანდა და ნუ მოკლედ გელოდებით კომენტარებში. ახლა უკვე ნამდვილად იცით ის თუ რა გამოიარა თავისი სიცოცხლის ბოლო პერიოდში კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე სასტიკმა დიქტატორმა. და მოკლედ აქვე იმასაც დავამატებ, რომ სიტყვა ერთ-ერთმას ისე უბრალოდ არ ვამბობ, იმიტომ რომ უახლოეს მომავალში ქართველ ულვაშაზეც აუცილებლად ჩავწერ ვიდეოს. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო, აბაჰეთ და აბაჰოთ. Peace.